შენი აზრი მაინტერესებს ისლამის ქვეშ საშუალო ზონაში ასვლაზე. როგორ ფიქრობ, თავს როგორ გაართმევს მანდ? ჩემი აზრით, თავს უპრობლემოდ გაართმევს, თუმცა ხალხი ჯეკს არასერიოზულად უყურებს, ხომ გესმის? ვფიქრობ, ჯეკი ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ხალხი ამას მალე გაიგებს, როდესაც ეს ბრძოლა შედგება. ჩემი აზრით, სანახაობრივი და ჭკვიანი ბრძოლა იქნება, თუმცა ძალიან ბევრს ეჭვი ეპარება ჯეკში და არ ვიცი რატომ. მისი უბრალოდ არ ჯერათ. რაღაცით ჩემ თავსაც მახსენებს, ჩემში ეპარებოდა ეჭვი რამდენიმე ბრძოლის წინ. მართალია ისლამი pound for pound რეიტინგში მსოფლიოში რიგით მეორე ადგილზეა, თუმცა არ ღირს ჯეკზე ხელი ჩაქნებო. ვფიქრობ, რთული და სანახაობრივი ბრძოლა იქნება. ჩემი აზრით, ისლამს უპირატესობა ექნება GDM-ის წინააღმდეგ. ვფიქრობ, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ზემოთა წონაში ასვლა, 2 ქამრის მოპოვება და შემდეგ გაჩერება გადაწყვიტა. როგორც ეს ხაბიბმა ქნა. მისმინე, თუ ბრძოლას გააგრძელებ, ადრე თუ გვიან დამარცხდები. ანდერსონს სილვას შემთხვევაშიც ასე ვნახეთ. შეიძლება აქ ჩემზე ახალგაზრდებიც ხართ, რომლებსაც არ გაქვთ თობობის ორთაბრძოლები ნანახი. როდესაც ანდერსონ სილვა იბრძოდა, ლეგენდარული სანახაობა იყო. ის საყოველთაოდ აღიარებული ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი იყო, თუმცა შემდეგ მარცხდება და მას ყველა ივიწყებს. ასე რომ, თუ გინდა მემკვიდრეობა შეინარჩუნო, შეეცადე მეორე ქამარი მოიპოვო და შემდეგ პენსიაზე გახვიდე. ხაბიბივით მოიქეცი. მახსოვს ჟოზე ალდო და კიდევ ბევრი მებრძოლი კარიერის ბოლოს როგორ დამარცხდნენ და მათი მემკვიდრეობა როგორ გაფუჭდა. ამიტომ ვფიქრობ, მახაჩევი სწორად იქცევა. ჩემი აზრით ის GDM-ს დაამარცხებს, შემდეგ თუ თოფურია გაიმარჯვებს, დაბრუნდება და მას შეხვდება. ვფიქრობ, ასე კარგი კარიერა გამოუვა. არ ვიცი და სიმართლე გითხრათ არც მადარდებს. ამაზე არასდროს მიფიქრია, ასე რომ არ ვიცი. ჩემი აზრით, მათ შორის ანდერდოგი ჯეკ დელა მადალენაა. მისმა გამოსვლამ წინაღამეს ძალიან გამაოცა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბელალ მუჰამედი გაიმარჯვებდა. მას მიწაზე გადაიყვანდა, გალიასთან მიიწვდევდა და ჯეკ დელა მადალენას ჩხუბის საშუალებას არ მისცემდა. ჯეკს დაახლოებით 2 წელიწადი არ ჰქონდა ჩხუბი. შემდეგ ბრუნდება და ასეთ შედეგს როცადებს, ეს იმის ნიშანია, რომ ის როგორც მებრძოლი განვითარდა. მისი უნარები ბევრად უკეთესია. შემდეგ ბელალ მუჰამედთან გამარჯვება მოიპოვა, ამიტომ დიდი იმედი მაქვს ჯეკ დელა მადალენა მახაჩევს დაამარცხებს. მაგარი ბრძოლა უნდა შედგეს. ისლამი ბევრს შრომობს. დიდი ხანია ამბობს, რომ 170-ში ასვლა უნდა. ვფიქრობ, ის დიდი ბიჭია. 155-ში წონა რომ შეენარჩუნებინა თავს იკლავდა, ამიტომ ვფიქრობ, ახლა სწორ დივიზიონშია ისლამი. კარგი მებრძოლია, თუმცა არც ჯეკი ჩამოუვარდება მას. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ბევრს ვარჯიშობს ვოლკთან და კრეგ ჯონსთან. ამ ბიჭებმა შეძლეს ისლამის გატეხვა ვოლკანოვსკისთან პირველი ჩხუბის დროს. ვფიქრობ, ბევრი ინფორმაცია და პასუხები ექნებათ. კარგად შეისწავლიან. ბრძოლა უფრო ახლოს იქნება, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. მართლა მომწონს ეს დაპირისპირება. ბევრი დრო არ მაქვს. არც აქამდე მქონდა, რომ სიღრმისეულად გამერჩია ეს ბრძოლა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან ახლო ბრძოლა იქნება და GDM-ს აქვს შანსი დაამარცხოს ისლამი. ძალიან საინტერესო ჩხუბია. GDM-ის სწრაფი ტემპით იზრდება. ასევე ვიცით თუ რას ფლობს ისლამი, როგორი ძლიერია. ასე რომ დაინტერესებული ვარ ამ ბრძოლით. ვფიქრობ, პირველად, როდესაც დაანონსეს ეს დაპირისპირება, ხალხს ეგონა, რომ ისლამი ადვილად გაართმევდა თავს. ან GDM-ი დიდი იყო ისლამისთვის. ვფიქრობ, ახლა ვიწყებთ იმის გაანალიზებას, რომ ეს ბრძოლა შეიძლება უფრო ახლოს იყოს, ვიდრე წარმოგვედგინა. ჯეკი ძალიან კარგად გაუმკლავდა ბელალს. მიუხედავად იმისა, რომ ბელალმა გრეპლინგი ისე არ გამოიყენა, როგორც მე მეგონა, რომ გამოიყენებდა, ჯეკმა მაინც კარგად შეძლო თავის დაცვა. ასე რომ ეს ჩემთვის კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ჯეკმა იცის რა უნდა ქნას პარტერში ჩხუბის დროს. იცის როგორ გამოძვრეს რთული პოზიციიდან. ახლა კი შედარებით პატარა ბიჭს ხვდება. ძალიან პატარა არა, მაგრამ მაინც პატარა მასთან შედარებით. რამაც შეიძლება უპირატესობა მიანიჭოს. ამას დამატებული GDM-ს კარგი ხელები აქვს. მას სუფთა კრივი აქვს. დგომს ბევრჯერ იცვლის, რაც მასზე ტეიქდაუნის გაკეთებას ართულებს. არ ვიცი, რთულია ისლამში ეჭვი შეგეპაროს, თუმცა ამავე დროს GDM-მა ისეთ რამეს მიაღწია, რასაც ვერ უარყოფთ. შენი აზრით, ვინ მოიგებს ბრძოლას ჯეკ დელასა და ისლამს შორის? კარგი ბრძოლაა, თუმცა რთული ამავე დროს. ცოტათი ისლამისკენ ვიხრევი.
ჩემი აზრით ისლამი კარგად გაართმევს თავს. ფიქრობ შეძლებს ჯეკ დელას დამარცხებას. კარგი ბრძოლა შედგება. არ ვიცი, ვნახოთ როგორ კარგად ჭიდაობს GDM-ი. ფიქრობ ისლამისთვის ყველაზე რთული ბრძოლა იქნება. ვოლკი რა თქმა უნდა ძალიან ძლიერია, მაგრამ ზემოთა წონაში როცა ადიხარ უფრო რთული ჩხუბია. ძალიან რთული გამოწვევა იქნება ისლამისთვის. და მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას, რადგან ისლამი ყოველთვის დომინანტური და მაგარია.